მოგესალმებით ძვირფასოვით უმაყურებლებო, მოგესალმებით ბავშვების სკოლის მოედნიდან, რომელიც მდებარეობს მარშალ გელოვანის ნომერში და დღეს გაიმართება ხედავთ როგორი იჟინა ისმის, როგორც ერთი ისე მეორე გუნდის გულშემატკივრებისგან დღეს გაიმართება ფინალური შეხვედრა. ეს არის ელიგის ჩემპიონატი და მოკლედ გეტყვით ელიგის ჩემპიონატზე, ეს არის ჩემპიონატი, რომელიც აერთიანებს თბილისის მასშტაბით სასტუმროებს, კაფეებს, ბარებს და მათ სადისტრიბუციო კომპანიებს და თქვენც თუ წარმოადგენთ რომელიმე მათგანს, შეგიძლიათ ჩაერთოთ ამ ჩემპიონატში და მიიღოთ ძალიან კარგი გამოცდილება, რომელსაც ქმნიან და ქმნიდნენ ერთვის განმავლობაში სხვა კომპანიები. ახლა კი რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრაში, ეს არის დასკვნითი ეტაპი ამ ჩემპიონატის და დღევანდელ შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ელიგის და ჯეოქლინის გუნდები. გაგაცნობთ მათ შემადგენლობებს. ელიგის გუნდი დავიწყოთ ელიგით. თორნიკე სხილაძე 8 ნომრით, ირაკლი მურუსიძე 7 ნომრით, 10 ნომერი ლაშა შუკაკიძე, 3 ნომერი დაჩიბერაია, 99 შაკო მურუსიძე და კარს დაიცავს საბა შალიკაშვილი პირველი ნომრით. სადარიგო და სკამზე არიან დათუნა შერმადინი 11 ნომრით და გიორგი ჩინჩალაძე 9 ნომრით. გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლავთ ივა ბერაია და კლუბის პრეზიდენტი ივანო ლომოური. რაც შეეხება ჯეოქლინის შემადგენლობას, 10 ნომერი ლევან ძინძიბაძე, ლუკა მაღლაკელიძე 14 ნომრით, გურამ მამაცაშვილი 8 ნომრით, ლაშა კალანდია 6 ნომრით, რეზი ყანჩელაშვილი 5 ნომრით და კარში გიორგი ბარბაკაძე პირველი ნომრიანი მაისურით. სადარიგო და სკამი ჯეოქლინის უფრო გრძელი აქვს. 4 ნომერი გიორგი კალანდია, 9 ნომერი გიორგი დარასელია, ამი კორობაკიძე 11 ნომრით და გიორგი ჭედია 12 ნომრით. გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლავთ მიდია კალანდია. ძალიან კარგი ატმოსფერო არის მოედანზე. გესმით შეძახილები გულშემატკივრების. არ დათმობენ როგორც გუნდები, ისე გულშემატკივრები დღეს არაფერს და ვნახოთ როგორ განთავდება სიტუაცია. ასე დავალდო ცოტა ხანი და გავიგონებთ მატჩის მთავარი არბიტრის სასტვენსაც და როგორც ჩანს თამაშს დაიწყებს ელიგა, კერძოდ 7 ნომერი მათი ირაკლი მურუსიძე. აღსანიშნავი ის ფაქტიც, რომ ორივე გუნდმა საკმაოდ გრძელი გზა გაიარა ამ ეტაპამდე მოსასვლელად. ხედავთ არც კი ჩანს მოედანი, იმდენად მასიური არის გულშემატკივრების მხრიდან ფერადი კვამლის გაშოვა და ეს რა თქმა უნდა არის ჯეოქლინის გუნდის სპერები. იმაზე ვსაუბრობდი, რომ ძალიან რთული გზა გაიარა, რა თქმა უნდა, როგორც ერთი ისე მეორე გუნდის გაიარეს, როგორც ერთი ისე მეორე გუნდის მოთამაშეებმა. და აღსანიშნავი ის ფაქტიც, რომ ორივე გუნდმა თავიანთ ჯგუფებში დაიკავეს პირველი ადგილი, შესაბამისად ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ რომელიმე გუნდს დღეს ფინალში თამაში არ დაუმსახურებია. მაშასე დაიწყო შეხვედრა, რამდენიმე წუთის წინ დაიწყო საკმაოდ დაძაბულად, რა თქმა უნდა, მთელი თამაში ასე იქნება, ვინაიდან სასწორზე დევს პირველი ადგილი. არაზუსტი გადაცემა ჯეოქლინის 6 ნომრის მხრიდან და აუტი, რომელსაც მოწვდის ელიგა. კერძოდ რეზი ყანჩელაშვილმა ვერ გააკეთა ზუსტი გადაცემა. ახლა კი ელიგის მეკარე გრძელი გადაცემა ირაკლი მურუსიძეს, თუმცა აქ მეკარე არის თავის საჯარიმოში, რა თქმა უნდა, აბურთს არ დაუთმობდა მოწინააღმდეგეს. კარგად ითამაშა ამ მომენტში გიორგი ბარბაკაძემ. სილოს მონახოს გადაცემის ადრესატი კარგი არის. მოდის ცენტრში ლევან ძინძიბაძე, ლუკა მაღლაკელიძე, ცრუმოზრავა და ჯარიმა, რა თქმა უნდა, სტანდარტი ყოველთვის შანსი არის. განსაკუთრებით მინი ფეხბურთში და ვნახოთ რას მოიფიქრებენ ჯეოქლინის მოთამაშეები. გაათამაშებენ თუ პირდაპირ კარში დაარტყავენ. მოითხოვა კიდვის დაყენება ჯეოქლინმა და 5 ნომერი ჯეოქლინის ფრენკიდან რეზი ყანჩელაშვილი სავარაუდოდ გაათამაშებს. დარტყმა კარის მიმართულებით, თუმცა ძალიან არაზუსტი იყო ეს დარტყმა, აეჭრა ბურთი ჯეოქლინის ერთ-ერთ მოთამაშეს და საბოლოოდ დარტყმა კარიდან. შეიყვანა ბურთი თამაში შაკო მურუსიძემ. ჯეოქლინის 11 ნომერი მოდის ცენტრში. ძალიან მჭიდროდ აპრესინგებს ჯეოქლინი მოწინააღმდეგეს და საბოლოოდ აუტი, რომელსაც ისევ მოაწვდის. უკაცრავად საბოლოოდ ჯარიმა დაინიშნა.
დაჩიბერაია ძალიან ცუდი შეცდომა და რა ხდება? ხელი თამაში დაფიქსირდა ლევან ძიძიბაძეზე და ისევ დაჩიბერაია ბურთით ხო უნდა იფრთხილოს. მიходის რომ საკმაოდ გამოცილი მოთამაშე არის. დაჩი რა თქმა უნდა ასეთ მომენტებში გარსკვაროს ლევან ძიძიბაძე ბურთით გაითამაშა ლუკა მაღლაკელიძესთან, ხო ისინი სხვა შორის ძალიან კარგად უწყობენ ერთმანეთს და ეს სხვა თამაშებიდან ძალიან კარგად ჩანს და ძალიან აგრესიულად თამაშობს. დაცვაში დაჩიბერაია გამოავლინა რა თქმა უნდა თავისი ხასიათი და ყველა მოთამაშე გამოვლეს რა თქმა უნდა საკუთარ ხასიათს ამ თამაშის ჯარიმა რა თქმა უნდა და რეზი ყანჩელაშვილზე ჯარიმდებიან. ელგის მოთამაშეები ხედავთ შეძახილებს გესმით როგორ აქტიურობენ როგორც ერთი ისე მეორე გუნდის მოთამაშეები კარისკენ დარტყმა ცირე ასხლე და ხელი თამაში ხონდა ჯარიმა იქნება და როგორც ჩანს მანამდე იყო თამაშის წესების დარღვევა. დაჩიბერაია ბურთით საბაშალიკაშვილი მეკარე ელიგის გრძელი გადაცემა სადაც უნდა იყოს დათუნა შერმადინი რომელიც ახლა სწორედ იბრძვის და საკმაოდ კარგად იბრძოდა დატოვა ბურთი თამაში შეიმაგრა ბურთი და საბოლოოდ გადაცემა შაკო მურუსიძეზე აქ ირაყი მურუსიძე ცდილობდა ამ სიტუაციაში გარკვევას თუმცა საბოლოოდ შეტევაში ისევ ჯეოკლინია ძალიან კარგად თამაშობს აქ ელიგის 10 ნომერი კერძოდ ლაშა შუკაკიძე აქ ირაყი მურუსიძე იყო კარგი ართენავას და საბოლოოდ აუტი რომელსაც მოაწვის ჯეოკლინის მხრიდან ლევან ძინძიბაძე ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღო ირაკლი მურუსიძე კარგი იყო ცრო მოძრაობა შეიძლება კარისკენ დარტყმა პირველი სერვი დაბატებაზე დათუნა შერმადინი კარგია და საბოლოოდ ელიგა ხსნის ალგარის ძალიან მალე გაიტანა ელიგამ ეს გოლი და რა თქმა უნდა ძალიან ცუდად ითამაშა ელიგის უკაცრავად ჯეოკლინის ერთ-ერთმა მთავარმა შემოქმედმა ლევან ძიძიბაძემ ეს რაღაცები ხდება რა თქმა უნდა ფეხბურთში თუმცა საბოლოოდ ეს უკვე წარსულია და წარსულს ვეღარ შეცვლი ახლა უნდა იფიქროს ჯეოკლინმა მომავალზე რომელიც სწორედ ახლა ვითარდება ნახოთ რას მოვიფიქრებს ჯეოკლინი უნდა დააწყნაროს სიტუაცია რაც თავარია არ უნდა აყვნენ ემოციებს მოთამაშეები და დაალაგონ თამაში გადაცემა ლუკა მაღლაკელიძეზე აქ ლევან ძიძიბაძე შექმნა ცდილობდა თავის შეცდომის გამოსწორებას თუმცა ასეთი მომენტები რა თქმა უნდა ბევრი ექნება მას ფოტოშოპის ამ გოლით თორნიკე MVP ხდება ჯერჯერობით 10. კი სწორედ ამაზე მინდოდა საუბარი მადლობა ჩემ კოლეგას ლუკა გაგურას რომელმაც შემახსენა ეს ინფორმაცია გაგაცნობთ რა ხდება თუ რა სიტუაცია ტურნირის მანამდე მივადევნო თვალყური ამ შეტევას ირაკლი მურუსიძე ძალიან აქტიურია დღევანდელ შეხვედრაში ძალიან კარგად თამაშობს ჯეოკლინის 6 ნომერი ლაშა კალანდია განმუხტა ძალიან სწრაფად სიტუაცია ტურნირს რაც შეეხება არსებობს რამდენიმე ნომინაცია აქ დაჩიბერაიას დარტყმული საკმაოდ არაზვიწია თამაში საკმაოდ კარგად ურტყავდა დაჩიბერაია ნახოთ დღესაც შემოგთავაზ თუ არა ის ასეთ კარგ დარტყმებს ტურნირს რაც შეეხება არის ნომინაცია საუკეთესო მეკარის სადაც წარდგენილები არიან ბექა ნონიკაშვილი მარგო ჰოთელიდან საბაშალიკაშვილი ელიგიდან რომელიც ახლა სწორედ იცავს ელიგის კარს და თემო გოგიძე პულმანიდან აქ მანამდე განიმუხტა სიტუაცია რაც შეეხება ტურნირის ბომბარდირს ლევან ღირდალაძე აფიშადან იყო ამ დრომდე ბომბარდირი რომელსაც 10 გოლია გატანილი ნუ პრინციპში არის კიდევაც ვინაიდან 9 გოლი აქვს გატანილი თორნიკეს ხილაძეს ელიგიდან რომელსაც ჯერჯერობით გოლი არ გაუტანია თუმცა სწორედ ახლა იგი მოედანზე და ვნახავთ შეცვალთ რა სიტუაცია თუ ვერ გაიტანს ეს უკანასკენ მაშინ რა თქმა უნდა აფიშადან ლევან ღირდალაძე გახდება ბომბარდირი ხედავთ რა ხდება მოედანზე სასწაული ატმოსფეროა რაც შეეხება ტურნირის საუკეთესო მოთამაშის ნომინაციას აქ წარდგენილები არიან ირაკლი მურუსიძე რომელიც ასევე მოედანზეა ახლა ამდე მივადევნო თავშეტევას თვალი ლევან ძიძიბაძე დარტყმა ჩაიჭრა კარგი იყო ლაშა შუკაკიძე ნამდვილად ამ მომენტში თუმცა ისევ ავითარებ შეტევას ძიძიბაძე დარტყმა თუმცა მეკარე ძალიან კარგი არის შალიკაშვილი ამ მომენტში ნუ არ მასდიან ისეთი თამაში არის ნომინაციებზე საუბარს
მალევე დავასრულებ თორნიკეს ხილაძე არის ელიგი და წარდგენილი უკაცრავად ირაკლი მურუსოძე, ლუკა მაღლაკელიძე, ჯეოკლინიდან და ნიკა ზაქარაძე ლიპო გრუპიდან ლიბო თამაშა უკვე თავის თამაში მესამე ადგილისთვის და ამ თამაში ლიბო დამარცხა რედისონ და რედისონი გავიდა მესამე ადგილზე. სამ მოთამაშეს ელიგადან აქვს შანსი. პრაქტიკულად სათითაოდ არიან წარდგენილები. თითო მოთამაშე თითო ნომინაციაში მინიმუმ არის წარდგენი აქვს ლუკა მაღლაკელიძე, კარგი არის შეტევაში. ძიძიბაძის დარტყმა კარგია შალიკაშვილი, ბრავო, ძალიან კარგი ბურთი აიღო. გრძელდებოდა თამაში თუმცა ირაკლი მურუსოძემ ვერ შეიმაგრა ბურთს საბოლოოდ კუთხურს მოაწვდის ჯეოკლინი. არ უთმობენ როგორც მოთამაშეები მოედანზე. ბურთს ერთმანეთს ისე გულშემატკივრობას აქვს ლევან ძიძიბაძე. ასხლეტა რა ხდება? შემოატრია საბოლოოდ მაინც ბურთი თამაშდა მომეჩვენა თითქოს რომ კუთხური იყო, თუმცა საბოლოოდ დაფიქსირდა დარტყმა კარიდან. და შეცვლა რომელსაც ახორციელებს ჯეოკლინი 9 ნომერი გიორგი დარასელია შემოვა ლევან ძიძიბაძის ნაცვლად საეჭვო ეს გადაწყვეტილება გუნდის მთავარი მწვრთნელის ვინაიდან ლევან ძიძიბაძე არის შეგვიძლია ვთქვათ მთავარი ფიგურა ამ გუნდში თუმცა ალბათ მაინც ემოციური ფონი თავისაშვება ფინალში და ალბათ ჭირდება ცოტა დაწყნარება იმისთვის რომ ისევ შეძლოს თავისი მაქსიმუმის გაკეთება ამ ადამიანმა რომელიც ძალიან კარგი იყო მთელი ტურნირის განმავლობაში და არაერთი ძალიან კარგი მომენტია ძალიან კარგი გოლი შემოგთავაზა ჩაცხრა ცოტა სიტუაცია გულშემატკივრების მხრიდან ალბათ მათაც ჭირდებათ ენერგიების აღდგენა ახლა კი ბურთს აკონტროლებს ელიგა 11 ნომერი დათუნა შერმადინი სწორედ ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი ირაკლი მურუსოძე აქ ვერ გავიდა დრიბლინგზე შეტევა ვითარდება ჯეოკლინს მხრიდან თუმცა დატოვა მოვიდის ფარგლები ბურთმა და საბოლოოდ დარტყმა კარიდან ირაკლი მურუსოძე ძალიან სწრაფად შეიყვანა ბურთ თამაში შორეული დარტყმა თუმცა ძალიან არაზუსტი მე-13 წუთი მიმდინარეობს დღევანდელი შეხვედრის არ ვიცი პირველ ტაიმში თუ დაამატებს თამაშის მთავარი არბიტრი დროს რა თქმა უნდა ამასაც ვიხილავთ და საბოლოოდ აქ ჯარიმა ფიქსირდება რომელსაც შეასრულებენ ჯეოკლინს მოთამაშეები ლიგის კარში. წმილება 4 ნომერი შედის გიორგი კალანდია და შეცვალა 8 ნომერი გურა მამაცაშვილი. შორეული დარტყმა გათამაშება ჯარიმი და თუმცა არაზუსტი იყო ეს დარტყმა და საბოლოოდ ისე დარტყმა კარგია. ხო, ელიგამ ცოტა თითქოს დათმო სადავეები, ვინაიდან ბოლო მომენტებში უმეტესად ბურთი ჯეოკლინს აქვს, ეს რა თქმა უნდა ლოგიკურიც იყო, ვინაიდან გუნდს აუცილებლად გასატანია და თუ ვერ გაიტანა რა თქმა უნდა ყველა მის რაც მოხდება ძალიან ეფექტურად ცდილობდა ბურთის დრიბლინგზე გასვლას ირაკლი მურუსოძე, ძალიან ტექნიკური მოთამაშე არის. ელიგი 7 ნომერი, თუმცა არ გამოვიდა საბოლოოდ ჯარიმდება ელიგა. შედაც თამაშობენ ჯეოკლინს ფეხბურთელები. რა თქმა უნდა დაგეთანხმები. ლუკა ჯეოკლინი ზოგადად ცოტა არეულობა ჩემი. ამბობენ ზოგადად აქამდე ამბობდნენ რომ ჯეოკლინი საკმაოდ ძალისმიერი გუნდია და რა თქმა უნდა ფინალში ეს ძალისმიერობა ორმაგდება და სამაგდება, როდესაც სასწორზე ტურნირის ჩემპიონობა დევს. ჯეოკლინს 4 ნომერი შეიყვანს აუტიდან. ბურთს თამაში ორი ბურთია მოედანზე, თუმცა არაჩერებს თამაშს. კარგი ბიჭი. თავარი არბიტრია სწორედ ახლა მიუთითია რომ ერთი ბურთით ითამაშონ. გადააგდებენ ბურთს და უნდა შეცვალონ ბურთი. ვერ არის ბურთი მწყობში, ამისად შეცვლიან ბურთს და განახლება ისევ აუტიდან. ძალიან კარგად აპრესინგებს ახლა ელიგა ჯეოკლინს, ნუ რა თქმა უნდა აუძე როცა საკუთარი ნახევრიდან თამაშობს ერთი გუნდი. ბურთს აქ ძალიან კარგად იბრძვის ჯეოკლინი შეტევაში დარტყმა ხელზე ხდება, ხელზე აპელირებენ მოთამაშეები და ინიშნება კიდევაც და საინტერესოა რა გადაწყვეტილება მიიღო მთავარმა არბიტრმა. ეს ჯარიმა როგორც თავი არბიტრი ამბობს და ვარზე გადამოწობას ითხოვენ ჯეოქლინის მოთამაშეები, რა თქმა უნდა ლოგიკურიც არის ჩაერთო საქმეში თავი მწვრთნელი მინდია კალანდია, რომელიც აქტიურად ითხოვს გადამოწმებას და მე მგონი ამოწმებს ლევანი ამომეც. მოდის სანახავად. კი ბატონო. მიდის სანახავად შეხვედრის მთავარი არბიტრი და ვნახოთ რა ვერდიქტს გამოიტანს. ხედავს კადირებენ პენალი რა თქმა უნდა ჯეოქლინის გულშემატკივრებს ყურიათ გამარჯვებას ყურიათ ანგარიშის გათანაბრება პირველ შეხვედრაში ყურიათ პირველ რიგში პენალტი
და ვნახოთ ნახავს გამეორებაზე რა მოხდა ამ სიტუაციაში. არა. ესა კიდე მანახე. თუმილი თუმარება სრულად გაისუსა და ნახოთ საბოლოოდ არა გადაწყვეტილება მიიღო თამაშის მთავარმა არბიტრმა. გაუქმა საბოლოოდ ჯარიმა, არაფერი არ იყო და დაჩიბერავენ საბოლოოდ პატივისცემის ნიშნად ეს ფერპლეის პრინციპი, როგორც მოგეხსენებათ, გადაუგდო ბურთი მოწინააღმდეგე გუნდს და ჯეოკლინი ისევ დაიწყებს ახალ შეტევას. კარგი არის ამ მომენტში. ჯეოკვლინის 5 ნომერი საბოლოოდ მასზე ჯარიმდებიან და ძალიან ბევრი არის ჯარიმა დღევანდელ შეხვედრაში. ლუკაშერას ძალიან ბევრი ჯარიმა არის. როგორ შეფასებ ამ თამაშს არის თუ არა ის, რასაც ელოდა გულშემატკივარი და ელოდა მაყურებელი? დაძაბული თამაში მიმდინარეობს ძალიან და რა უფრო მეც ველოდებით ელიგასგან, ჯოუკლინისგანაც ასევე. რა თქმა უნდა, ამას არა მარტო შენ, არა მარტო მე, არამედ ყველა შეკრებილი მოთამაშეები და გულშემატკივრები ელოდებიან. ემოციურად დაღლილი ვარ უკვე. ხმაც ხედავ რომ აღარ მაქვს. დაჩბერა კარგი იყო, თუმცა ძალიან კარგი არის ჯეოკვლინის 6 ნომერი ლაშა კალანდია. რომელიც არის რა თქმა უნდა ასევე დამავდროულად გუნდის კაპიტანი და თონებულები არიან ისე თამაში მიმდინარეობს. ახლა უკვე ელიგა ბურთით ძალიან მჭიდროდ პრესინგს თამაშობენ, ძალიან მჭიდროდ პრესინგს თამაშობენ ირაკლი მურუსუძეს და რა თქმა უნდა ეს ლოგიკურიც არის, ვინაიდან ირაკლი ერთ-ერთი კაპიტანი ფავორიტი არის, კი ბატონო, კაპიტანი ამავდროულად ფავორიტი არის იმის რომ მოიგოს MVP-ის ნომინაცია. ივა ბერაია ბურთით სკანდირებენ ელიგა გესმით შეძახილები გულშემატკივრების მხრიდან. ნახოთ რა ისავს დაჩიბერაია გაათამაშა და ძალიან ცუდად და ბრავო რა კარგი იყო აქ. დაჩიბერაია ბრავო ძალიან კარგად თამაშა ამ მომენტში. ახლა უკვე ჯეოკვლინის გულშემატკივრები გააქტიურდნენ. საბოლოოდ დარტყმა კარიდან დათუნა შერმადინი ბურთით ართვა ჯეოკვლინის ირაკლი მურუსიძე ძალიან კარგი არდიბიძე გაცდა ერთ მოთამაშედ თუცა ლევან ძიძიბაძე გამოიწვა მის ჩანაფიქრი და საბოლოოდ ართვა ბურთი აქ. ორი წუთი რჩება თამაშის პირველი ტაიმის დასრულებამდე. აქ არ არის ჯარიმა, ერთი პასი არის საჭირო, რომელიც გადის დარტყმა და შალიკაშვილი რა კარგია, ბრავო, გენიალური ბურთი აიღო. ფაქტობრივად საგოლე მომენტი იყო ეს და ლევან ძიძიბაძე ვერ იყენებს ამ მომენტს და რა თქმა უნდა ძალიან რთული არის მისთვის. კიდევ ერთი დარტყმა იბლოკება ეს დარტყმული, კიდევ ერთი დარტყმა და დარტყმა კარი. ძალიან კარგად უტევდა ელიგა და საბოლოოდ ჯარიმა ენიშნება, ვინაიდან შეტევაში დაჯარიმდნენ. ცვლილება ელიგის რიგებში პირველი ცვლილება, რომელსაც პანოლომოური გამოიყენებს 9 ნომერი შედის 7 ნომრის ნაცვლად და 8 ნომერი ცვლის 11 ნომერს, რა თქმა უნდა, გვჭირდება დასვენება ამ მოთამაშეებსაც, ვინაიდან ძალიან ბევრი ირბინე, ძალიან ბევრი ენერგია დახარჯეს, აღიდგენენ ენერგიას და ალბათ მეორე ტაიმიდან შემოვლენ ისევ მოიტანზე. აქ ლევან ძიძიბაძე ცდილობდა ბურთის გათამაშებას, თუმცა ჩაუჭრა. ახლა შემოსულა მოთამაშემ ელიგის მხრიდან და საბოლოოდ ლაშა კალანდია ძალიან ცუდად გაითამაშეს ბურთი ჯეოკვლინის მოთამაშეა. საბოლოოდ საბა შალიკაშვილი ბურთით ივა ბერაია საკუთარ ნახევრიდან შორეულ დარტყმა იფიქრებოდა როგორც ჩანს, თუმცა საბოლოოდ ბურთი გადაეცა აუტზე და ძალიან გასაკვირია დაჩისგან. თითქოს მცირე წნეხში არიან ელიგის უკაცრავ ჯეოკვლინის მოთამაშეები, ვინაიდან ძალიან სვად გაითამაშეს ეს ბურთი და მეკარის დარტყმა. იშვიათად ხედავთ რა თქმა უნდა ესეთ
მომენტებს ზოგადად ფეხბურთში, ზოგადად ამ ტურნირზეც, თუმცა მაინც რა თქმა უნდა, ცდილობად ღირს ძალიან კარგი არის დაჩი დღევანდელ შეხვედრაში ჯერჯერობით გაუვალია. ჯეოქლინის დარჩა ბურთი აქ ლევან ძიძიბაძე ცდილობდა ბურთის შემეგროს დაახლოებით ის სტილში უნდა დებლის გაკეთება როგორც ეს რამდენი წუთის წინ მურუსიძემ ცადა შაკალანდიას დაარტყმა, თუმცა საკმაოდ მანძილით ცდება ბურთი კარს. თამაშის მთავარი დრო პირველი ტაიმის და ძირითადი დრო ამოიწურა. ნახოთ რამეხას გააგრძელებს თამაშს მოდის თავარი არბიტრი. კი აქ ბარაძე რა თქმა უნდა ხშირად იქნება ლუკა აპელირება. ისევ ჭიდრო პრესინგს თამაშობს ელიგა და საკმაოდ წარმატებულად შეიმაგრა ბურთი. ელიგის ხანომერმა საბოლოოდ დაჩი ბერაიმდების ბურთი მარცხენა ფლანგიდან ახლა ვითარდება შეტევა რიკოშეტი ჩაჭრა ბურთი ჯეოქლინის ეროვნულ მოთამაშეები რომელიც წავიდა კარისკენ ძალიან კარგად გაერკვა სიტუაციაში ჯეოქლინის მეკარე გიორგი ბარბაქაძე თითქმის ჩაიჭრა ეს ბურთი მაინც მივიდა ელიგის ლანომრამდე გათამაშებული აუტი საბოლოოდ დარტყმა თუმცა გადავიდა მოდის ფარდების გარეთ ლევან ძიძიბაძე ბურთით და დაჩი ბერაია ისევ დაჩი ბერაია ნუ დაჩი დღევანდელ შეხვედრაში არის შეუდარებელი და პრაქტიკულად უშეცდომოდ თამაშობს ეს ადამიანი დაცვაში და მას რა თქმა უნდა აქვს გამოცდილება პირველ რიგში გააზრებული აქვს ის ფაქტი რომ ერთმა შეცდომამ შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი გამოიღოს როგორც ეს მოხდა ჯეოქლინის შემთხვევაში აქ ძალიან დაძაბული ვითარება შეტევაში იყო ელიგა და საბოლოოდ ჯარიმა ინიშნება რომელსაც გაათამაშებს ელიგა კარგი არის ართმევაზე ძალიან კარგი იყო ლიგის 10 ნომერი და ნუ რავი პრაქტიკულად ყველაფერს დებს თითოეულ მომენტში და რა ხდება აისხლით აი ეს ბურთი და ლამის გავიდა გოლი თუმცა ლამის რა თქმა უნდა არ ითვლება ლაშარის გოლი ცუდად რაღაც ფეხის პრობლემა აქვს კი ბატონო ფეხს იტკიებს გაიჭრა მგონი ბარძაყი გონი ექიმს ითხოვენ ლაშა შუკაკიძეს ნახო დაჭირდება თუ არა სამედიცინო დახმარება ვისარგებლე პაუზი და შეგახსენებთ რომ ამ ტურნირის მთავარი სპონსორი არის სნექი რომელიც აწარმოებს ჯანსაღ პროდუქციას ითამაშეთ ფეხბურთი დაკავდით ჯანსაღი ცხოვრების წესით და მიირთვით ჯანსაღი პროდუქციას სნეკისგან ხედავთ დახმარება დაჭირდა საბოლოოდ ლაშა შუკაკიძეს და გესმოვთ ალბათ როგორ ამხნევდნენ მას გულშემატკივრები საბოლოოდ ირაკლი მურუსიძე დაბრუნდა მოედანზე მის ნაცვლად ეს იძულებითი ცვლილება იყო რა თქმა უნდა 3 წუთი დაამატა კი ბატონო 3 წუთი დაამატა პირველ ტაიმს კარგი იყო ლუკა მაღლაკელიძე გაითამაშა ლევან ზიზიბაძესთან ძალიან კარგი არის ართემევაზე ირაკლი მურუსიძე ნუ ბრავო ეს მოთამაშე უბრალოდ ძალიან კარგი არის მთელი ტურნირის განმავლობაში საკმაოდ სტაბილურად კარგად თამაშობს და რა თქმა უნდა შედეგიც არის მის პირად რეზულტატებზე და ასევე გუნდის წარმატებაზე რომლებიც დღეს ფინალურ შეხვედრაში ჯერჯერობით იგებენ 1-0-ს აქ ძალიან საფრთხე ისევ ირაკლი მურუსიძე ხედავს სად ეხმარება და პირველი ტაიმიც დასრულდა. ამოიწურა როგორც ჩანს პირველი ტაიმისთვის განკუთვნილი ძირითადი დრო. მცირე შესვენება, დაისვენებენ გუნდები მოილაპარაკებენ, დაალაგებენ გეგმებს, ტაქტიკებს და კი ბატონო, ნახოთ, ნუ შეხვდებით მეორე ტაიმში. რა თქმა უნდა, შეხვდებით მეორე ტაიმში, რომელიც იქნება ძალიან დაძაბული და იმედი გვაქვს კიდევ ვიხილავთ მინიმუმ 1 გოლს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო. ცოტა ხანში განახლდება ჩვენ დღევანდელი შეხვედრის მეორე ტაიმი, ველოდებით მეორე არბიტრს. მე მინდა მაყურებელს, ჩვენს YouTube მაყურებელს მოვხადო ბოდიში. ერთადერთი ჯერჯერობით გატანილი გოლის ავტორი ამ თამაშში არის თორნიკე სხილაძე 11 ნომრით. შესაბამისად ეს იმას ნიშნავს, რომ ბომბარდირთა დავაში თორნიკე უკვე გადავა პირველ ადგილზე, ვინაიდან მას დაუგროვდა 10 გოლი. შესაბამისად ბომბარდირობისთვისაც სწორედ
დიდი ალბათობით ის გახდება ბომბარდირი თუ რაიმე არ შეიცვალა. თუმცა შეიძლება მოხდეს ისეც რომ ლევან ძინძიბაძემ გაიტანოს გოლი და მასაც სწორედ 10 გოლი გაუხდება ბომბარდირთა დავაში გაუთანაბრდება თონიკეს ხილაძეს და მერე უკვე ნახოთ რა პრინციპით გამოვლინდება ბომბარდირი. ახლა კი მივადევნოთ თვალყური თამაშს. მეორე ტაიმი ახლახანს დაიწყო და ბურთით არის ჯეოკლინი. დაჩი ბერაია ისევ შეუდარებელი არის. დაცვაში და კირაკი მურუსიძე ურტყავდა ხარიდან ბურთს, რომელიც კარის მიმართულებით წავიდა, თუმცა მეკარე მარტივად მოიგერია ეს ბურთი. აქ საკმაოდ სახიფათო შეტევა და სტანდარტი, რომელსაც გათამაშებს ჯეოკლინი. ლევან ძინძიბაძე დარტყმა. აიწყლა ბურთი, მაინც მას მივიდა ბურთია, კარგი არის. საბაშალიკაშვილი კარში. არის ჯერჯერობით დაჩბერაე და საბაშალიკაშვილი ყველაზე კარგები არიან ამ თავში, მიხედავთ იმისა, რომ პირველი და ერთადერთი გოლი გაიტანა თონიკეს ხილაძემ. ისინი რომ არა, ალბათ ჯეოკლინი მინიმუმ ერთ გოლს გაიტანდა და უკვე ხედავთ ნებათა ღელვა, ემოციები, ეს ასე თამაშების განსაკუთრებით ფინალის განუყოფელი ნაწილია. სავარაუდოდ ყვითელ ბარათს მიიღებს აქ ჯეოქლინის მერო ნომერი თუ არ დაცხრა და დაცხრა კიდევაც ეს გახდა გურამ მამაცაშვილი. დაჩი ბერაია შეიყვანა ბურთი თამაში, კარზემოთ გადადის ბურთი და საბოლოოდ დარტყმა კარიდან. ძალიან ცუდად შეიყვანეს ბურთი თამაში ჯეოქლინის მოთამაშე კერძო მეკარე, მაგრამ კარგი არის აქ. მაინც კარგად გათამაშდა ბურთი და არ ვიცი. ეს სიტუაცია როგორმე არბიტრებმა უნდა დააცხრონ და მცირე შელაპარაკება, ну რა თქმა უნდა, გვესმის, რაც უფრო მეტი დრო გავა და რაც უფრო დასასრულისკენ წავა ეს თამაში, მით უფრო მეტი ემოცია იქნება მოედანზე, მით უფრო მეტი ემოცია იქნება გულშემატკივრების ბანაკში და მით უფრო მეტი ემოცია იქნება თითოეული ადამიანის გულში, რომელიც აქ არიან მოსულები სათამაშოდ, საგულშემატკივროდ და სიამოვნების მისაღებად. ჩაწოდება კუთხურიდან. აქ ჯეოკლინმა შეიმაგრა ბურთი, საბოლოოდ ისევ ჯეოკლინი ბურთით. ლევან ძინძიბაძე, დაჩი ბერაია, ფანტასტიკური. ეს შესანიშნავია. კიდე აქ შეტევა თავური დარტყმა ისევ საბაშალიკაშვილი. ძალიან სწრაფად გადააგდო ბურთი. მოწინააღმდეგის დახევარზე ლევან ძინძიბაძე ძალიან აქტიურად, ძალიან კარგად ჩამოიღო ბურთი. პასი დარტყმა, ასხლეტა და ელიგის დაცვა დღეს არის შესანიშნავი. კი ბატონო, ასხლეტა ჯეოკლინი უკვე გაბრაზებულები არიან. გოლი აქვს. ჩაწოდება კიდევ ერთი კუთხური, გააქტიურა ჯეოკლინი, რა თქმა უნდა, ანუ დასაკარგებად აღარაფერი აღარ აქვს. გამოიტანა ბურთი ელიგის 9 ნომერმა, ეს გახლავთ გიორგი ჩინჩალაძე. ცვლილება არის როგორც ხედავ ვანო ამზადეს. კი ბატონო, ვანო ელიგის წვნელი. ива ბერაია, მოდი ასე ვთქვათ. და ეს წვნება ива ბერაის ეკუთვნის, ორმაგი ცვლილება 11 ნომერი და 10 ნომერი შედიან მოედანს და ნახოთ რამდენად შეცვლის ეს შეცვლები თამაშის სურათს. ძალიან კარგად თამაშობს პრესინგზე. ჯეოქლინის 5 ნომერი აქ დაჩი ბერაია, ну არის ფანტასტიკურად თამაშობს დღევანდელ შეხვედრაში და ის სწორედ ახლა გულშემატკივრებმა გააჟღერა ესეთი ვერსია, რომ დაჩი ბერაიას მეცახელარ კინას ეძახიან და ის ნამდვილად ну იმსახურებს ხო კი რა თქმა უნდა ამართლებს, იმიტომ რომ იგი შეუდარებელია. კირაკი მურუსიძე ძალიან მარტივად დაართვა ბურთი ლევან ძინძიბაძემ ამ მომენტში. მოდის ცენტრში, კარგია ლევან ძინძიბაძე ორ ფეხბურთელს შორის იბრძვის, ხედავთ როგორც ბრძოლა არის საბოლოოდ კარისკენ დარტყმა და საბოლოოდ ელიგზარმა კარში დაარტყა ლევან ძინძიბაძე, ისევ კარში დარტყმა ლაშა კალანდია ბურთით. შემდეგ ჯოგლის 5 ნომერი რეზი ყანჩელაშვილი დაიკარგა ბურთი აქ, არ ვიცი და ფურსფეხი აცილა ლაშა შუკაკიძე. საბოლოოდ ლევან ძინძიბაძის დაცვაში კარგი არის და აუტია, არის ფანტასტიკური ატმოსფერო არის. აქტიურად გულშემატკივრობენ.
ხედავთ ეხა გესმით სკანდირებენ ელიგის გულშემატკივრები კარისკენ დარტყმა გათამაშებული აუტიან ირაკლი მურუსიძემ გაათამაშა ეს ბურთი და შაკა მურუსიძემ დაარტყა თუმცა ძალიან რაზუსტად ისევ ეს უკანასკნელი ბურთით ირაკლი მურუსიძე ლაშა შუკაკიძე კარგი არის დრიბლინგზე თუმცა აღარ იყო მოვინის სივრცე იმისთვის რომ ეს დრიბლინგი წარმატებული ყოფილიყო და გადაექცია გარდაესახა გოლად გრძელი გადაცემა ჯოკლინს მხრიდან ძალიან კარგად თამაშობს აქ ელიგის 99 ნომერი შაკო მურუსიძე ეს ჩარიმა და მე მგონი ირაკლი მურუსიძე ყვითელ ბარათს მიიღებს ცოტა თითქოს გააფორმა კიდევაც ეს მომენტი ჯოკვლინის 8 ნომერმა გურამ მამაცაშვილი გახდა თუმცა ჯარიმა მაინც რა თქმა უნდა არ შეიძლება ეს ვერდიქტი რომელიც მიიღო შეხვედრის მთავარი ასისტენტის მთავარი არბიტრის ასისტენტმა სტანდარტი ბევრი არის თუმცა ჯერჯერობით სტანდარტს ვერ იყენებენ როგორც ერთი ისე მეორე გუნდის მოთამაშეები რეზი ყანჩალაშვილი გაათამაშა დარტყმა კარისკენ და კარგი არის საბაშ ალიკაშვილი რა თქმა უნდა არ გამოირჩა მომენტიდან მიხედავ იმისა რომ ფარავდა ერთ-ერთი შემტევი ჯოკვლინის მხრიდან მის კარს და სივრცეს კიდევ ერთი დარტყმა და რა ხდება აქ რა ხდება შელაპარაკება მცირე და უნდა დაცხნე ხარ რა ხდება აქ მეგობრებო აქ ძალიან უსიამოვნო მომენტი როგორც ერთი ისე მეორე გუნდის მხრიდან და იმედია დაცხრება ეს სიტუაცია მიუთითებს ახლა მთავარი არბიტრი რომ ვინც არ თამაშობს ვინც არ არის მოედანზე გავიდნენ მოედის ფარგლებს გარეთ რა თქმა უნდა დაარიგებს ყვითელ ბარათებს რა თქმა უნდა ეხლა. ნუ ეს საჭიროც არის იმის რომ დაცხრეს სიტუაცია. ეს სანახაობა რა თქმა უნდა არ არის არც ერთი მოთამაშისთვის, არც ერთი გულშემატკივრისთვის სასიამოვნო საყურებელი და ნუ ეს რაღაცები რა თქმა უნდა ფეხბურთში არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ გვესმის რა თქმა უნდა რთულია ემოციების კონტროლი მაშინ როდესაც თამაშობ ფეხბურთს და რა თქმა უნდა როდესაც თამაშობ ფინალს. მოითათბირებენ ხა შეხვედრის არბიტრები ვინ იმსახურებს სასჯელს ყვითელს თუნდაც წითელ ბარათს რა თქმა უნდა შესაძლებელია ოღე ფერის ბარათიც მიხილოთ კარგი ის არის რომ როგორც ერთი ისე მეორე გუნდის მოთამაშეები დაცხნენ და თავიანთ ნახევრებზე არიან ახლა იმედია დაამშვიდებენ თანაგუნდენები ერთმანეთს და პირველ რიგში მოთამაშეებს რომლებიც თავარ კერას წარმოადგენენ ამ არეულობის უხმობს თავარი არბიტრი ამ მომენტის მოქმედ პირებს გამოიძახა იხმო თავისთან ისინი წითელი ბარათი ორივე მოთამაშეს წითელი ბარათი ძალიან საინტერესოა ნუ პრინციპში ეს ლოგიკური იყო და ტოვებენ თამაშს ლაშა შუკაკიძე ელიგის მხრიდან და ჯოკვლინის მხრიდან ჯოკვლინის მხრიდან 9 ნომერი ეს არის გიორგი დარასელი ანუ გეტყვით როგორ მოქმედებს ბარათების პრინციპი ამ ტურნირზე ეს მოთამაშეები რომლებიც მიიღეს წითელი ბარათი რა თქმა უნდა მოედანზე ვეღარ შემოვლენ თუმცა ეს წითელი ბარათები არის 2 წუთიანი და 2 წუთის შემდეგ სხვა მოთამაშეებს შეუძლიათ ჩაანაცვლონ ეს მოთამაშეები რომლებიც მიიღეს წითელი ბარათი კიდევ ერთხელ ეს იყო 9 ნომერი ჯოკვლიდან გიორგი დარასელია და 10 ნომერი ლაშა შუკაკიძე ელიგიდან 4-4-ზე მედის ეხა თამაში 5-5-ზე ჯამში მეკარების ჩათვლილი და ვნახოთ სივრცეები ამ 2 წუთში რა თქმა უნდა უფრო მეტი იქნება ვნახოთ შეიძლება თუ არა ამ 2 წუთში რაიმე
ჯეოქლინი ბურთით მეკარე ძალიან ცუდი გადაცემა ირაკლი მურუსუძე ბურთით არაფერი არ ბურთზე ითამაშა სუფთად კარგია დაჩიბერაი ანუ არ სასწაულებს აკეთებს ეს ადამიანი გენიალურია და შეუდარებელი დაცვაში 4 ნომერიც შემოვიდა ჯეოქლინის მხრიდან მოედანზე გიორგი ყალანდია რომელიც ჯერ მეგონი არ გვიხილავს მოედანზე გამოგვეპარესება ამ არეულობაში მაღალი გადაცემა ივა ბერაია დაჩიბერაი უკაცრავად კარგად თამაშობს ივა ბერაია გახლავთ სწორედ მისი ტყუპის სალიძმა რომელიც წვრთნელის ამპლუაში არის ამ ტურნირზე და დღევანდელ შეხვედრაში ასევე ლევან ძიძიბაძე კარგი არის მონის ესეთი შეიმაგრა ბურთი თუმცა დაიკარგა ორი მოთამაშის გარემოცვაში რთულია რა თქმა უნდა ესეთ თამაში შეიმაგრო ბურთი კარგი იყო აქ ელიგის 11 ნომერი თორნიკე სხილაძე და ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი და საბოლოოდ ჯარიმა ისევ 5 იქნებიან მოთამაშეები დაბრუნდნენ ამოიწურა ეს წითელი ბარათის თვის განკუთვნილი დრო გათამაშება ელიგის მხრიდან არეულობა და ეხა ჯეოქლინი არის შეტევაში ლევან ძიძიბაძის შორეული დარტყმა იბლოკება და აუტი უხეშად ითამაშეს აქ ლევან ძიძიბაძეზე დარტყმის მომენტში შეიძლება აქ ბერაია ვარდნაში შეეხო ლევანს და დახმარება ჭირდება როგორც ხედავთ ფეხია გაჭიმული თუმცა იმედია ლევანი წამოდგება ვინაიდან მის გარეშე ეს გუნდი რა თქმა უნდა ჯეოქლინზე მოხსაუბარი რა თქმა უნდა გულახდეთ რომ თქვა დასუსტდება ვინაიდან იგი არის მთავარი შემოქმედი ამ გუნდის და მთავარი მოქმედი ფიგურა აქ მაგრატელის დარტყმას ცდილობდა ჯეოქლინის ერთ-ერთი მოთამაშე ეს იყო ლუკა მაღლაკელიძე თუმცა რა თქმა უნდა ესეთ მომენტში არავინ დაარტყმინებს მას მაგრატელას დაჩიბერაიას დარტყმა და ისევ აუტი გიორგი ყალანდია შეყას თამაში ლევან ძიძიბაძის დარტყმა და ძალიან კარგი მომენტი იყო აქ საბოლოოდ ჯარიმა შეტევაში თუმცა კი ლუკა მაღლაკელიძეა ეს დასწრებას თამაშობდა იგი თუმცა მანდ ძალიან კარგი მომენტი ჰქონდა ჯეოქლინის და ისევ საბა შალიკაშვილი არის გენიალური ამ მომენტში არც ხრება უშემოდგმართა ბანაკში ოვაციები ემოციები და გულის ფეთქვა აქ ცოტა შეუშალეს ჯეოქლინის ორმა ცველმა ერთმანეთს ხელი საბოლოოდ მაინც მოიგერეს ბურთი საბოლოოდ ბურთი მაინც ჯეოქლინი რჩება კარგად შეიმაგრა ბურთი აქ ჯეოქლინის 5 ნომერმა დასწრებაზე დაჩიბერაია ანუ არის სასწაული არის უბრალოდ რამდენჯერ ვახსენეთ უკვე ეს სახელი და გვარი ლუკა დღეს ჩემი ფავორიტი არის კი ბატონო დაცვაში მეკარესთან ერთად რა თქმა უნდა ხო დაცვაში დგას შესანიშნავად რა კი ბატონო ნუ ჩემი სუბიექტური აზრით აქ მივადენოთ ალყური ამ შეტევას საბოლოოდ სახიფათო რომ ჩემი სუბიექტური აზრით მიხვდა იმისა რომ ერთადერთი გოლი აქ თორნიკე სხილაძემ გაიტანა ამ თამაში თუ ეს მატჩი ამაგარში დასრულდება ჩემი აზრით დაჩიბერაია ან საბა შალიკაშვილი მეკარიზე მოხსოვარი რა თქმა უნდა იმსახურებს MVP-ის სტატუსს მე-16 წუთი მიმდინარეობს თუმცა რა თქმა უნდა იმ უსიამოვნების გამო იყო პაუზა შესაბამისად თამაშის თავარი არბიტრი აუცილებლად დაამატებს დროს ხრცელი გადაცემა იფიქრებოდა საბა შალიკაშვილის მხრიდან საბოლოოდ ჩაიჭრა ეს ბურთი მაგრამ აუტი მაინც დარჩა ელიგას ახლა უკვე აუტი ჯეოქლინის ხელში ანუ რა თქმა უნდა მარტივად გადადის ბურთი მოინის ფარგლების გარეთ ვინ ეს არის მინი ფეხბურთი ემოციები არ ცხრება და თითქოს აიჭრნენ ჯეოქლინის მოთამაშეები ეხლა ამის რა თქმა უნდა არ არის ვინაიდან უნდა მოიკრიბონ ძალები ისევ ჯეოქლინი ბურთით და ისევ რეზი ყანჩელაშვილი
მეკარის გრძელი გადაცემა დაჩიბერაია იგერიებს შეუპოვარი არის თითქოს ჯარიმას გავდა თუმცა ბურთი მაინც ჯეოკლინს რჩება შესაბამისად ისინი არა კუთხური დაინიშნა საბოლოოდ ჯეოკლინს 9 ნომერი მოაწოდა დარტყმა თონიკეს ხილაძე ცდილობდა აქ დუბლის შესრულებას თუმცა მიკარემ აჯობა მომენტში კარგი იყო გიორგი ბარბაკაძე მომენტში კარგად გაითამაშა ელიგამ ეს ბურთი დაიკარგა ბურთი ირაკლი მურუსიძის მხრიდან დარტყმა კარის მიმართულებით კარგი არის საბაშალიკაშვილი ამ მომენტში კიდევ ერთი დარტყმა თუმცა ეს ძალიან მაინც მიუსწრო ლუკა მაღლაკელიძემ ამ ბურთს მაგრამ ვერ შექმნა ხიფათი ელიგის კარში დაჩიბერაია ბურთით მეკარეზე მეკარე მოიგერია ძლიერად ბურთი და საბოლოოდ ჯეოკლინს მეკარის მისდის საჯარიმოში ლევან ძიძიბაძე დარტყმა შეიძლება მაგრამ კარგი არის დაჩიბერაია და საბოლოოდ ჯარიმდება ლევან ძიძიბაძე დაჩიბერაიასთან ორთა ბრძოლაში კი სწორი არის ნამდვილად არბიტრების გადაწყვეტილება არ საპროტესტებს თავად ლევან ძიძიბაძე შეიყვანა დაჩიბერაიან ბურთი თამაში საბა შალიკაშვილი ისევ გრძელი გადაცემა ეს გადაცემა რა თქმა უნდა არ ზუსტია ეთყობა და კიდევ ტრაექტორიას და ისევ სწრაფად ცდილობს ჯეოკლინს მეკარე ბურთის თამაში შეყვანას ირაკლი მურუსიძის ცენტრში ცდილობდა ჩაეჭრა ბურთი საბოლოოდ ბურთი მაინც საბა შალიკაშვილამდე მიდის დარტყმა და ძალიან შორს გაგზავნა ბურთი საბა შალიკაშვილმა საბოლოოდ აუტი რომელსაც მოწვის ჯეოკლინი მოაწოდეს უკვე შეყვანის თამაში ისევ გრძელი გადაცემა არა მე მგონი ჯობია დაალაგდეს ჯეოკლინი და ცოტა გამიზნულად გადაცემი გააკეთო და ეხლა აქვს შანსი ამ გუნდს წამოიღოს დაცვიდან ბურთი ძალიან ცუდი გადაცემა გიორგი ყანადიას მხრიდან დარტყმა და რა მაგარი ბურთი აიღო ეხლა ჯეოკლინმა დაუბრუნა ისევ შანსები ანგარიშის გათანაბრების ირაკლი მურუსიძეს აჯობა ისევ ამ მომენტში შეგდება საჯარიმოში აქ ჩინჩალაძე ელოდებოდა ბურთს თუმცა აჯობა ჯეოკლინს ერთ-ერთმა მცველმა ისევ ირაკლი მურუსიძე მოაწვის აუტს ისევ ჩაიჭრა გადაცემა ახლა უკვე ჯეოკლიანი ბურთი ლევან ძიძიბაძე მონის ცენტრში ნახოთ გამწავის თუ არა აქ მომენტს დარტყმა და მე მგონი შეეხო მეკარე არა არ შეხებია შეეხო როგორც ჩანს და კუთხური კი ბატონო კუთხურს მოაწვის ჯეოკლიანი ნახავთ აქედან მაინც თუ გამოვა რაიმე ავტოგოლი მეგობრებო საბა შალიკაშვილი რომელიც არაერთხელ კარგად ითამაშა ამ თამაში ამ მომენტამდე საბა იყო ერთ-ერთი ლიდერი ამ გუნდის და ეხლა უკვე საბა შალიკაშვილი ხდება ანტიგმირი ორივე გოლი გადის მოთამაშეების შეცდომით როგორც ერთი ისე მეორე გუნდის მხრიდან ძალიან ცუდად გაითამაშა ბურთი აქ ელიგამ დარტყმა ლუკა მაღლაკელიძის მხრიდან თუ არ ვიცი ეს აკლდა რა თქმა უნდა ეს თამაში ალბათ ფრე უნდა გამხდარიყო ამ თამაში ვინაიდან ახლა რასაც ვიხილავთ თუ არ ვიცი იქნება ძალიან კარგი სანახაობა უფრო დაძაბული უფრო მომენტები დაღუწული აქ ლევან ძინძიბაძე უტყავდა არ ვიცი იმსახურებდა ალბათ ჯეოკლინი ამ გოლს მინიმუმ იმიტომ რომ ეს არის ფინალი იმიტომ რომ ამ თამაშს ტესტონი მთავრდება და ორივე გუნდი როგორც მოგახსენეთ უკვე მეგობრებო პირველ ადგილს დაასრულეს მათ თავიანთ ჯგუფებში ასპარეზობა ორივე გუნდი რა თქმა უნდა იმსახურებდა ფინალს და შედეგიც რა თქმა უნდა ამართლებს ის შედეგი რომელიც ამ თამაში ჯერჯერობით არის დაფიქსირებული 1-1 ნუ ავტოგოლად ჩაეთრება რა თქმა უნდა ეს საბა შალიკაშვილს ირაკლი მურუსიძე ბურთით მე მგონი ბოლო წუთებში არც ერთი გუნდი აღარ გაარისკავს შეტევას და შეგახსენებთ რომ თუ 1-1 დამთავრდება ეს თამაში დაჩბერა ეს გადაცემა ჩაიჭრეს გადაცემა და ახლა ფსიქოლოგიური უპირატესობა რა თქმა უნდა უკვე ჯეოკლინის მხარეს არის ამიტომაც სწორედ ასეა როდესაც გაქვს მინიმალური უპირატესობა უნდა გამოიყენო ყველა შანსი რათა არ დაგეწიოს მდევარი აქ რა კარგად ურტყავდა თორნიკეს ხილაძე ჰაერიდან ვერავინ წარმოიდგენია ალბათ რომ ეს დარტყმა შესრულებოდა ნუ მცირე მანძილით ასდაბურთი კარს თუ 1-1 ორი წუთი დარჩა შეხვედრის მთავარი დრო ამოიწურა უკვე ახლა უკვე კომისტრობი დრო მიმდინარეობს 2 წუთი დაამატა მთავარმა
არბიტრმა ძალიან კარგი იყო ამ მომენტში ჩინჩალაძე გადაცემა ირაკლი მურშიძეზე დარტყმა კარის მმართველებით ამბობს შეიმაგრებს ჯოქნის მეკარი არ ჩქარობს რა თქმა უნდა ბურთის თამაშის შეყვანას თუ ერთ-ერთი დამთავრდება ეს თამაში დაინიშნება მოგეხსენება 5 წუთიანი დამატებითი ტაიმები ეს მხოლოდ ფინალისტვის არის გასასრული და რა ხდება მეგობრებო რა ხდება მაინც გაქვს ელიგას მაინც გაქვს და რა მომენტში მოდის ცენტრი და ძალიან კარგი გამოზომილი გადაცემა და პირდაპირ ცხრიანში მაშინ როდესაც ამას არავინ არ ელოდებოდა მაშინ როდესაც თითქოს ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა მოდუნდა თითქოს ჯეოკლინი მოდუნდა და საბოლოოდ მათ მიიღეს საკუთარ კარში გოლი ეს ულამაზესი გოლი რომელიც გაიტანა თორნიკე სხილაძემ და რომელიც უპირობოდ იქნება ამ ტურნირის ბომბარდილი ძალიან ცოტა დრო დარჩა ჯეოკლინს თამაშის შემოსაბრუნებლად ძალიან ჩქარობენ ჯეოკლინს მოთამაშეები თუმცა ახლა უკვე არსად არ ეჩქარება ელიგას ვინაიდან ფორტუნა და დრო რა თქმა უნდა მათ მხარესაა და ჟბერაია ძალიან კარგად თამაშობს შეტევაში გადმოგდებულ ბურთზე შესანიშნავი მაინც ელიგას მიდის ბურთი ისევ შეტევაში არის ელიგა და ჯარიმაა რა თქმა უნდა მეგონი ცოტა დროს გაიყვანს აქ რა თქმა უნდა ეს ხდება ყოველთვის ფეხბურთში არ ვიცი გენიალური დარტყმა თორნიკე სხილაძის და რა თქმა უნდა ამ თამაში MVP იქნება თორნიკე სხილაძე და ბომბარდირიც რა თქმა უნდა ბომბარდაშიც სწორედ გალიდერდება იგი 11 გოლით შესაძლებელია ლევანი საჯარო ფესტივალს ისე დრო დაამატოს ნუ ესე დროს რა თქმა უნდა რამდენი წამი არის ხოლმე ის წამები და წუთები რომელიც გადის მაშინ როდესაც დახმარება სჭირდება მოედანზე ერთ-ერთ მოთამაშეს და მით უმეტეს მაშინ როდესაც საქმეში ერთობა ექიმი და მოთამაშე საჭიროებს სამედიცინო დახმარებას ბოლო წუთები მეგობრებო ბოლო წუთები რომელიც არის დაუვიწყარი რომელიც არის შესანიშნავი და რომლისთვისაც აქ მოსვლა ამ ტურის შემოწმება ღირდა გაათამაშებს ელიგა ამ ჯარიმას დაჩიბერაია მარჯვენა ფლანგზე ცდილობდა დარტყმას თუმცა არ გამოვიდა ზუსტი დარტყმა და ბრუნდება იგი ეს კარიდან არის დარტყმა და კარიდან დარტყმილი რა თქმა უნდა არ შეიძლება მეორე ნახევარზე შეიყვანო საკუთარ ნახევარზე დაგდების გარეშე საბოლოოდ ცენტრიდან გათამაშდა ბურთი სადავები ახლა ელიგის მხარესაა კარგად თამაშობდა აქ ბლოკზე ლუკა მაღლაკელიძე თუმცა საბოლოოდ ეს კარგი ბურთი ახლა ელიგა არ შეტევაში კარგი არის აქ ელიგის 99 და მე აქ ხელი თამაში იყო მომეჩვენა შეიძლება ლევან ძიძიბაძე დარტყმა კარის მმართველობით და არ მიდის სამწუხაროდ ეს დარტყმული კარში ერთადერთი წუთი აშორებს ჩემპიონობამდე ელიგას და საბაშალიკაშვილი ძალიან გარის კარგ შეიძლება ასხლეტით ისევ კარში შევარდნილიყო ბურთი ისევ საბაშალიკაშვილი ამბობს ბურთი თორნიკე სხილაძე კარგი იყო ამ მომენტში ცდილობდა შემაგრებინა ბურთი ჯეოკლინი ბურთით არა კარგი არის ართმევაზე ელიგა თუ რა თქმა უნდა ელიგა არ დათმობს არაფერს არც ერთ შემთხვევაში ნახოთ ერთ-ერთი ბოლო შეტევები აქ საბაშალიკაშვილი ბურთით პირდაპირ ხელში მოვიდა ბურთი და გაიყოს რა თქმა უნდა დროს შეუძლია ხელთაც მაღლა გადააგდოს საბაშალიკაშვილს ბურთი პირდაპირ საჯარიმოში ჯეოკლინი ლევან ძიძიბაძე ბურთით ერთი მთავარი ბოლო მომენტი და არ მისდის ხარობს რა თქმა უნდა ლევან ძიძიბაძე გასაგებიც არის მისი მხრიდან ეს ემოციები დაიკარგა ისე ბურთი დაიკარგა ელიგის მხრიდან სწრაფად ცდილობს რა თქმა უნდა ბურთის თამაშის შეყვანას და დასრულდა ეს სიგიჟე შეხვედრა დასრულდა და მოიგო ელიგა მოიგო საკმაოდ მძიმე საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში და ეს მოგება რა თქმა უნდა არის ღირსეული იმსახურებდა ელიგა დღევანდელი თამაშით აქამდე ჩატარებული ყველა თამაშით და აუცილებლად რა თქმა უნდა აღვნიშნოთ მოწინააღმდეგე გუნდიც ჯეოკლინი ამისთვის
დიდი მადლობა უნდა გადაუხადოთ ორივე გუნდს. აუცილებლად რა თქმა უნდა მადლობა უნდა გადაუხადოთ ამ ტურნირის ორგანიზატორს ვანოლო მოურს, რომელსაც სწორედ მას ეკუთვნის ეს იდეა, რომ ფეხბურთი დაეკავშირებინა მომსახურების სფეროში მომუშავე კომპანიები და თანამშრომლები ერთმანეთს და ხედავთ თორნიკეს ხილაძეს აგდებენ ჰაერში, ვინაიდან ის არის დღევანდელი თამაშის MVP, ის არის ამ ტურნირის ბომბარდირი და რა თქმა უნდა თავარი წვლილი მიიღეთ იმისა, რომ საბათს იმ დაშვებულ შეცდომას თუ არ ჩავთვლით, იყო შეუდარებელი ამ თამაში, დაჩიბერაია პრაქტიკულად შეცდომა იყო. რა თქმა უნდა უპირატესობა მაინც ენიჭება მოთამაშეს, რომელიც იტანს გოლს და მით უმეტეს დუბლს, მით უმეტეს ფინალში. საბოლოოდ გამარჯვებული არის ელიგა. სამცხარო ჯეოქლინი დამარცხა, ძალიან დიდი მადლობა მათ და წარმატებები უსურვოთ, რა თქმა უნდა. ჯეოქლინის დარწმუნებული ვარ, აუცილებლად ვიხილავთ ამ გუნდს შემდეგ ტურნირზე, რომელიც სავარაუდოდ გაიმართება სექტემბერში და კიდევ ერთხელ თუ წარმოადგენთ ჰორეკა სექტორის კომპანიას, თანამშრომელს, თუ მუშაობთ მომსახურების სფეროში, წარმოადგენთ ბარს, კაფეს, რესტორანს, თუნდაც სადისტრიბუციო კომპანიას, მოგეხსენებათ ჯეოქლინი სწორედ სადისტრიბუციო კომპანია იყო და არის ამ ტურნირზე და ზოგადად რა თქმა უნდა. ჩაერთეთ აუცილებლად, მიიღეთ სიამოვნება, ითამაშეთ ფეხბურთი, გაერთეთ, შექმნით ემოციები, შექმნით მოგონებები და გააკეთეთ ყველაფერი თქვენ საყვარელ ადამიანებთან, თქვენ საყვარელ თანამშრომლებთან და იცხოვრეთ რა თქმა უნდა ჯანსაღი ცხოვრების წესით. ახლა გამოვიტანენ თას და ასევე თას რომელსაც გადაცემ რა თქმა უნდა ელიგას, რომელმაც მოიგო ეს ტურნირი, მოიგო დამსახურებულად და ასევე არის აქ მინი პრიზები ნომინაციებისთვის, რომელშიც სავარაუდო გამარჯვებული უკვე ცნობილი არის. მას ასე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ნომინაციებს. ტურნირის საუკეთესო მეკარე ნომინანტები ბექა ნონიკაშვილი მარგო ჰოთელიდან, საბა შალიკაშვილი ელიგადან, თემო გოგძეპულოვანიდან. ობიექტურად მიუხედავად იმ დაშვებულ შეცდომისა, საბა შალიკაშვილის მხრიდან ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, საბა იქნება მაინც ალბათ რა თქმა უნდა ტურნირის საუკეთესო მეკარე. ბომბარდირს რაც შეეხება, დღეს გატანილი 2 გოლით თორნიკეს ხილაძემ გადაასწრო ყოფილ ბომბარდირ ლევან ღირდალაძეს, რომელიც სასტუმრო აფიშადან ასპარეზობდა და თორნიკეს ხილაძის 11 გატანილი გოლით იქნება ტურნირის ბომბარდირი. რაც შეეხება ტურნირის საუკეთესო მოთამაშეს, ირაკლი მურუსიძე იყო ლიგიდან წარდგენილი, ლუკა მაღლაკელიძე ჯეოქლინიდან, ნიკა ზაქარიაძე ზიბო გრუპიდან. აქაც ალბათ ირაკლი მურუსიძე გახდება ტურნირის საუკეთესო მოთამაშე. პრაქტიკულად ისე გამოდის, რომ ყველა ნომინაციაში იმარჯვებენ ელიგის მოთამაშეები და პრაქტიკულად ყველა ჯილდო თუ თასი მიდის მათთან. მოამზადებენ ახლა მცირე სცენას. სადაც დაიწყება დაჯილდოების ცერემონია. გესმით შეძახილები, ეს ჯეოქლინის მხრიდან იყო და საკმაოდ დასაფასებელი არის. ესეც არ აქვს მნიშვნელობა, აგებ თუ იგებ, ერთობა და გუნდურობა მაინც რა თქმა უნდა ყოველთვის უნდა შეინარჩუნო. წაგებასაც რა თქმა უნდა აქვს თავისი დადებითი მხარეები, წაგების გარეშე რა თქმა უნდა გამარჯვების გემოს გაგება რთულია და მარცხის გარეშე არ მოდის წარმატება. ასე რომ თუ თქვენს ფიქრობთ მეგობრებო, რომ ცხოვრებაში რაღაც ისე არ მიდის, ან არ ხდება, რა თქმა უნდა არ ჩამოყაროთ ყურები, არ დანებდეთ. საბოლოოდ ცხოვრება გრძელდება და ცხოვრება არის ძალიან ლამაზი. და უფრო ლამაზი, როდესაც თამაშობ ფეხბურთს. ემზადებიან გულშემატკივრები მოთამაშეები დაჯილდოების ცერემონიისთვის. ცოტა ხანში დაიწყება კიდეც დაჯილდოების ცერემონია. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ამ ტურნირის მთავარ სპონსორს
ტურნირის მთავარი სპონსორი გახლავთ სნექი, რომელიც აწარმოებს ჯანსაღ პროდუქციას. შესაბამისად, თუ გნებავთ, რომ თქვენი ცხოვრება უფრო ჯანსაღი იყოს და თქვენც იყოთ უფრო ჯანმრთელი, მიირთვით სნექის პროდუქცია. Want more and more people just want more and more freedom and love. What is looking for more and more people. შეგახსენებთ ასევე, რომ ეს ტურნირი უკვე მესამედ ტარდება is looking for და ტარდება ეს ტურნირი ყოველ გაზაფხულის და from desire. შემოდგომის სეზონზე. პირველი ტურნირი მოიგო შერატონმა, შეგახსენებთ. გასულ წლის გაზაფხულის სეზონზე, შემდგომი სეზონი უკვე მოიგო მარგო ჰოთელმა. ხოლო ეს არის მესამე ჩემპიონატი, როგორც გითხარ და მესამე ჩემპიონატი. როგორც თქვენს ნახეთ მოიგო ელიგამ. ნახოთ რა იქნება. ველოდებიც უკვე, რაღაც თქმა უნდა. ეს ამ ტურნირზე სწორედ ხშირად ამბობენ, რომ ყოველთვის მოუთმელად ელოდებიან. ყოველ შემდეგ ტურნირი დაწყება, შემდეგ ტურნირის სავარაუდო დრო იქნება სექტემბერი, შესაბამისად კიდევ ერთხელ თუ კი თქვენც გნებავთ ამ ტურნირში მონაწილეობის მიღება, შეგიძლიათ დავუკავშირდეთ ამ ტურნირის ორგანიზატორს ვანო ლომოურს. ან გამოეხმაუროთ ამ ტურნირის ორგანიზატორებს სოციალურ ქსელებში, ასევე შეგიძლიათ მოიძიოთ ამ ტურნირის მთავარი გვერდი Facebook-ზე, რომელსაც ჰორეკა ლიგა ეწოდება. ჰორეკა ლიგ ბინი ფუტბოლ, ასე შეგიძლიათ მოძებნოთ ეს ტურნირი Facebook-ზე და მიიღოთ მონაწილეობა ამ ძალიან კარგ ტურნირში. შეიმობენ ლიგის მოთამაშეები გულშემატკივრებთან ერთად. აგეთ მხარეს უკვე ხედავთ ჯეოქლის, რომლებიც დამარცხდა დღევანდელ შეხვედრაში, მაგრამ რა თქმა უნდა, ესეც ყველა თამაშის, ყველა ტურნირის განუყოფელი ნაწილია. მაშასე პირველ ადგილზე კიდევ ერთხელ გადის ელიგა, მეორე ადგილზე რა თქმა უნდა გადის ჯეოქლი და მესამე ადგილზე ამ ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა რედისონმა. მე კი დაგემშვიდობებით მეგობრებო, თქვენთან ერთად ამ თამაშს თვალს ადევნებდა, კომენტირებდა თორნიკე ლურჯიძე და ჩემი კოლეგა ლუკა გაგუა. დაგემშვიდობებით, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას ცხოვრებაში და კიდევ ერთხელ იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით. ნახვამდის შეხვედრამდე.